ნომერი 13. ქარხანა A, B და C სახის პროდუქციას აწარმოებს. დიაგრამა პირველზე მოცემულია ამ ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის ჯამური მოცულობა 2016-2020 წლებში. დიაგრამა 2-ზე მოცემულია ამავე წლებში ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობათა პროცენტული განაწილება სახეობების მიხედვით. აღნიშნულ პერიოდში რომელ წელს აწარმოა ქარხანამ A სახეობის პროდუქცია ყველაზე მეტი მოცულობით. ან პირველ პროდუქცია ვიცით, რომ ჯამურად უწარმოებია მაგალითად 2016 წელს 500 ტონა, A ქარხანა მეორე დიაგრამაზე გვაქვს შავად აღნიშნული და ეს 2016 წელს არის 40%-ზე. მოგავიგოთ A სახეობის პროდუქცია 2016 წელს რამდენი 1000 ლიტრი გამოუშვა, ამიტომ ეს 500 უნდა გავამრავლოთ 40%-ზე. 500 გამრავლებული 40%-ზე. 40%-ზე გამრავლება იგივე არის, რაც 40 100-ზე გამრავლება. შევკვეცოთ ახლა 100 და 500 შეიკვეცება არის 5, 5 ჯერ 40 არის, 5 ჯერ 4 არის 20 და 1 0 200. ანუ 2016 წელს გამოუშვია 200. 2017-ს არ შევამოწმევთ, იმიტომ რომ 2017 200 გამოუშვა თვითონ და ეს გადანაწილებულია ABC-ზე. ამიტომ 200-ზე ნაკლები იქნებოდა 2017-ზე. შევამოწმოთ 2018, 2018 წელს გამოუშვია 700. ანუ დავაკვირდეთ 2018 წელს არის 700 გამოსული და A ქარხანა მონაწილეობა მიუღია 30%-ში. ანუ 700 უნდა გავამრავლოთ 30%-ზე. 30%-ზე გამრავლება არის იგივე 30 100-ზე გამრავლება, იმიტომ რომ პროცენტი არის რიცხვის 100-დი ნაწილი. შევკვეცოთ 100 და 700 არის 7, 7 ჯერ 30 არის რამდენი? 7 ჯერ 3 21, მივუწეროთ 1 0, 210. ანუ 2018 წელს 2016-ზე მეტი გამოუშვია. ნახოთ 2019-ში არის 400 გამოშვებული და 400 ტონიდან მიღებული აქვს 40%-ზე. ну ესეც არ იქნება, მაგრამ მაინც შევამოწმოთ, რადგან 200-ზე მეტია. 2019-ში ამოხდა 400 ტონა გამოუშვია და 400-დან მიიღო 40%-ში მონაწილეობა A სახეობა. ანუ 40 100-ზე უნდა გავამრავლოთ 400. შევკვეცოთ 100 და 400 შეიკვეცება არის 4, 4 ჯერ 40 არის 160. დაგვრჩა ბოლო 2020 წელის შემოწმება. დავაკვირდეთ 2020 წელს. 2020 წელს გამოუშვა 800 ტონა და A ქარხანა მიიღო მხოლოდ 20%-ში მონაწილეობა. გამოვითვალოთ 800-ის 20%, 800 გავამრავლოთ 20 100-ზე. შევკვეცოთ 100 და 800 შეიკვეცება, დაგვრჩება 8, 8 ჯერ 20 არის 160. ანუ აქაც გამოუშვია 160. ყველაზე მეტი გვიწერია სად? 210 არის 2018 წელი. ანუ პასუხი იქნება G. ანუ როგორ ვაკეთებთ? რაოდენობის შესაბამისი რიცხვი გავამრავლეთ პროცენტის შესაბამის რიცხვზე, A ქარხნის პროცენტის შესაბამის რიცხვზე და გამოგვივიდა ასე თუ რომელ წელს A ქარხანამ რა რაოდენობის პროდუქტი გამოუშვა. და დავაკვირდით, რომ 210 იყო ყველაზე მეტი და ეს იყო 2018 წელს. ანუ გეპასუხე.